ის უცნაურია. შეხედე, როგორ გამოიყურება ის. რაში სჭირდებოდა ამ ხელა ჩემოდანი? მე მგონი იქ ძვლები ელაგა. ის უბრალოდ საშიშია და არა მანიაკი. დაინახე როგორ ატარებს ის სტომრებს. შეიძლება ნებისმიერი რამე რაზე ჰქონდეს. ლაპარაკობ? ახალ მეზობელზე. ლეო ფიქრობს, რომ ის ბოროტია. კი არ მგონია თითქმის დარწმუნებული ხო, ვარ. კი, თუ ადამიანი საშიშად გამოიყურება, ესე იგი უეჭველი კრიმინალია? შენ ადამიანების ცუდი შემფასებელი ხარ. ყველაფერი გასაგებია. ჯობია მითხრათ, ვის უნდა პიცა? სად არის ჩემი ტელეფონი? ჰო, ჩანთა მანქანაში დავტოვე, სულ მავიწყდება ხოლმე. უფრო სწრაფად გაიქეცი, თორემ გაიყინება. ჰეი! ვერ გავიგე? ის უბრალოდ ასე ვერ გაქრებოდა, ხო? ბავშვებო, პრობლემა მაქვს. რა მოხდა? ჩემი ჩანთა დაიკარგა. მანქანის სახურავზე დავტოვე და ახლა არსად არის. იქნებ სადმე დაგრჩა? დარწმუნებული ხარ, რომ საერთოდ თან წაირე? რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ. აი, კიდევ ერთი დასტური. გეუბნებით, ჩვენმა საშიშმა მეზობელმა გააკეთა ეს. სერიოზულად ამბობ? და სხვა ვინ? ღამით დადის, სტომრებს ატარებს და ახლა ქურდობაც დაიწყო. კარგი, იქნებ უბრალოდ სახლში დატოვე, მაღაზიაში დაგრჩა? ნამდვილად მახსოვს, მანქანის სახურავზე რომ დავტოვე. ზუსტად მახსოვს, რომ იმ მომენტში ჩვენი საეჭვო მეზობელი დადიოდა გარეთ. ლეო, მე მას ველაპარაკე, ის თავაზიანია და ამანათების გადატანაშიც კი დამეხმარა. მოიცა. კარგი. ო, თავაზიანობა ცოტა საეჭვოა. ზუსტად ასეა ხოლმე. თავიდან იღიმის, გეხმარება. ზუსტად, კეთილი ერსი იჩენს და შემდეგ ტელეფონებს იპარავს. ფანტაზიორობას თავი დაანებეთ, მასთან წავიდეთ და ვკითხოთ. და რას ფიქრობ? ის იტყვის, კარგი, მე მოვიპარე. ბოდიში, აი შენი ჩანთაო? ხო და იქნებ უბრალოდ იპოვა და სახლში მიიტანა. ამელკა, რა გულუბრყვილო ხარ? კარგი, უკეთესი იდეები გააქვს? რა თქმა უნდა, სატყუარას დავტოვებ და მეზობელს გავყვებით. ვაუ, დეტექტიური ფილმების დასაწყისს გავს ეს? კი, მაგრამ დეტექტივებს რაიმე სახის მტკიცებულება აქვს. კარგი, მტკიცებულებებიც გვექნება. აი, ნახავთ. თავარია, რამე პრობლემა არ შევექმნას. ეს ნამდვილად ასეა. დამშვიდდი, თუ ის არ არის, არაფერს არ დავკარგავთ. კარგი, მაგრამ მეზობლის ეზოში არ შევალთ. ასე რომ, ყველაფერი გადაწყვეტილია. ჩვენ გვაქვს გეგმა, ხოლოდ რჩება იმის გარკვევა, თუ რას გამოვიყენებთ სატყუარად. კარგი. გენიოსო დეტექტივო, მოიცა, რას გამოვიყენებთ სატყუარად? ყველაფერი გადაწყვეტილია. მე გავწირავ ტელეფონს. მოიცა, თქვი რომ მეზობელი მოიპარავდა. ზუსტად, ასე რომ, გადავიღებ და მტკიცებულებებიც გვექნება. ბრწყინვალეა. ო, კარგი. შენ ტელეფონს დაკარგავ, მაგრამ მის მომპარვის ვიდეოს გადაიღებ. მაგრამ დამნაშავეს დანაშაულის ჩადენისას დავიჭერთ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადავიღებთ. ელემენტები. ტაროს კარტი. ბანარი. ასანთი. რა არის ეს? გადამყვანი. და მეტი ბატარეა. რაღაც გაყვანილობა. ფარული კამერაა. ეს ძალიან კარგი კამერაა. შეგვიძლია გამოვიყენოთ. შესანიშნავია. გამოდგება. ის არის, რომ სწორად დავაყენოთ და არ დავავიწყდეს მისი დატენვა. სადენები გვაქვს? ო, მართალია. ახლა ველოდებით. ეს აუცილებლად იმუშავებს? კი, რა თქმა უნდა. ახლა მეზობელი გამოვა, ტელეფონს მოიპარავს და ჩვენ გადავუღებთ. ის მალე აქ იქნება. იქნებ მას წინავს? იქნებ უბრალოდ ყოველდღე ტელეფონებს არ იპარავს ხოლმე? სიჩუმე. ცივა, შეგვიძლია ახლა წავიდეთ? მართლა, რა აზრი აქვს აქ ჩლომას თუ კამერა გვაქვს? კი, მართალია. უბრალოდ ჩავრთოთ და გადავიღოთ.
კამერა ჩართულია, ის იღებს. კარგი, ახლა უბრალოდ მივდივართ. წავედით. ნახოთ, როგორ დავიჭირეთ ჩვენი ქურდი. ახლა გავხსნათ კამერა და ყველაფერი საკუთარი თვალით ნახოთ. ბავშვებო, რა? სად არის ტელეფონი? სად არის კამერა? მეხუმრები? იქნებ ჩამოვარდა? ან მოიპარეს? მოიცა. ქურდმა არა მხოლოდ ტელეფონი მოიპარა, არამედ კამერაც, რომელიც მას იღებდა. ეს ასეა, სახლში წავიდეთ. გაყინვა საჭირო არ არის. სოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ქურდია. ან ყველაზე ფთხილი. ახლა ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულებები, არც ტელეფონები, არც კამერა. ახლა მეზობელი ეჭვმიტანილი არის. ქურდი არა მხოლოდ ვერ გამოავლინეთ, არამედ აღჭურვილობის გარეშეც დავრჩით. ეს შენი გეგმა იყო. ნიკა მართალია. ეს უეჭველი მეზობელი იყო. დარწმუნებული არ ვარ. სად არის მტკიცებულება? კამერაზე. და რა უნდა გავაკეთოთ ახლა? შეგვიძლია წავიდეთ ჩვენი ნივთების წასაღებად. ამას არ გვთავაზობ არა? კარგი, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კაცის სახლში შეჭრას. არ გჭირდება, უბრალოდ სტუმრად დაპატიჟე და მე მის სახლში შევალ. სერიოზულად ამბობ? სანამ მასთან ჩაისტალებთ, მე შიგნით შევალ და ჩვენს ნივთებს ავიღებ. ეს უკანონოა. ნივთების მოპარვა კანონიერია? ეს საშიშია. ტელეფონის გარეშე ჯდომა საშიში ხომ არ არის? სიცოცხლე ახლა მასია დამოკიდებული. კარგი, როგორ შეგვიძლია დავარწმუნოთ ის, რომ ჩვენთან მოვიდეს? კარგი, იტყვი რომ ახალი მეზობლის გაცნობა გინდა. რა მოხდება თუ ის ყველაფერს მიხვდება? ცოტა მოიცადე, სანამ დავბრუნდები. მგონია რომ ამას ვინანებთ. კარგი, ჩვენ ძალიან საშიშტებს ვეპატიჟებით სტუმრად. მაგარია. კარგი, იქნებ ბაღში მუშაობს და არ უნდა შევაწუხოთ? ამელკა, მეც მეშინია, მაგრამ უნდა დავმშვიდდეთ. კარგი, გოგუებო, რამე გინდოდათ? კი, გვინდოდა რომ გაგვეცანი. გასაცნობად? კი, შენ ხომ ახლახან გადმოხვედი და ჩვენ ვიფიქრეთ? ჩაიზე დაუპატიჟებთ თქო. ჩაი? კარგია. კი, ძალიან გემრიელი ჩაი გვაქვს. აბა? თანახმა ხარ? რა თქმა უნდა, უარის თქმა უხეშობა იქნებოდა. მაგარია, კარგი, მაშინ ჩვენ სახლში გეოდებით. მოვალ. საქმე ცუდად გვაქვს. კი, ეს ჩვენი ცხოვრების ყველაზე ცუდი იდეაა. ლეო, მზად ხარ? კი. მხოლოდ ერთი ტელეფონი გვაქვს. ვერ გაგაფრთხილეთ. დააყოვნეთ მან და არ გამოუშვათ, სანამ ნიშანს არ მოგცემთ, რომ დავბრუნდი. ჩვენ ვეცდებით. აი ისიც. მოდი, გავაღოთ. მე აქ ვარ. ო, რა კარგია. შემოდი, შემობრძანდი. შემოდი, აი აქ წამოდი. შემოდი. ცოტა შაქარი ხომ არ გინდა? ტკბილეული არ მიყვარს. კარგი. აქ სიმყუდროვეა. მადლობა. ყველა ასე ძალიან არ ცდილობს. ზოგი კუთხეებში ჭუჭხს მალავს, მაგრამ მე ყოველთვის ვამჩნევ. კარგი, რა საინტერესოა? მე ის თქვენთვის გამოვაცხე, სპეციალური რეცეპტის მიხედვით. მადლობა.
მოიცა, მაგრამ შენ თქვი რომ თბილეული არ გიყვარს. კარგი, ეს ჩემთვის არ არის, ეს თქვენთვისაა. კარგი, როგორი რეცეპტია ეს? ეს ძველი რეცეპტია. თავარია სწორი ინგრედიენტები, ყველაფერი ახალი და კარგად დამსახურებული უნდა იყოს. კარგად დამსახურებული. კარგი, რეცეპტს ვერ გეტყვით, ზედმეტად განსაკუთრებულია. რა საინტერესოა? კარგი, კიდევ ცოტა ჩაი უნდა დავლიოთ. კი. წამოდი ჩემთან, კარგი. მან იქ აუცილებლად რაღაც ჩადო. რა მოხდება თუ ეს რაიმე სახის საძირებხნილია? ან უარესი? რა უნდა ვქნათ? ამას ვერ შევჭამთ. უნდა მოვიფიქროთ, როგორ გადავიტანოთ მისი ყურადღება და მოვიშოროთ პორცხოვილები. გოგოებო, ძალიან დიდხანს გელოდებით აქ. ჩაი გაცივდება. მალე მოვალთ. ლეო, ის აქამდე უნდა დაბრუნებულიყო. შესაძლოა ის რაღაც მინიშნებებს ეძებს. რა მოხდება თუ მეზობელი ლეოს დაბრუნებამდე წავა? საკმარისია, ჩვენ აქ უბრალოდ ვერ დავждებით. მეზობლის წასვლამდე უნდა გავიდეთ. სად არის ის? ის წავიდა. თუ სახლში წავიდა, მაშინ ლეოს საქმე ცუდადაა. რა უნდა გავაკეთოთ? ლეოსთან გავიქცეთ თუ თქვენ მე დამკარგეთ? შენ სად წახვედი? სააბაზანოსკენ, აქ ყველაფერი ისეთ მყუდროა. კარგი, მოდი ჩაის სწავლება გავაგზავნოთ. კარგი, იცი, ერთი ამბავი გამახსენდა. რა? ერთ დღეს ამ ტერიტორიაზე კაცი გაუჩინარდა. არავინ იცოდა სად წავიდა. ის უბრალოდ სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. ისინი დიდხანს ეძებდნენ მას, მაგრამ უშედეგოდ და რამდენიმე კვირის შემდეგ მათ საინტერესო რამე აღმოაჩინეს. რა აღმოაჩინეს? მისი ფეხსაცმელი სხვის ეზოში იყო. ვის ეზოში? არ ვიცი, მაგრამ ამბობენ, რომ იმ უბანში მცხოვრებ ვიღაცას ძალიან არ მოსწონს, როდესაც მის სახლში დაუპატიჟებლად შედიან. კარგი. გვიანია. კი, ჩვენ ახლა დავალება გვაქვს დასაწერი. კი, კარგი იყო რომ ჩვენთან მოხვედი. კარგი, შენი წასვლის დროა. რა თქმა უნდა, გამიხარდა თქვენთან საუბარი. წამოდი. კარგი. ჩვენ გაჩვენებთ. უბრალოდ უნდა წახვიდე და სულ ესაა. ნახვამდის, კარგ დღეს გისურვებ. სასიამოვნო საღამო გქონდეს. კარგი დღე გქონდეს. ეს კოშმარი იყო. ეს სახლი საშინელებების ნამდვილი საწყობია. ჩვენი ტელეფონები იპოვე? არა, მაგრამ მე ეს ვიპოვე. ეს დაკარგული ადამიანების ნივთებია. ვაიმე! არა მხოლოდ ნივთები. სასწრაფოდ პოლიცია უნდა გამოვიძახოთ. ტელეფონები არ გვაქვს. მაქვს, მოიცადე. სად არის ჩემი ტელეფონი? მოიცა, ახალ მქონდა აქ. მე მახსოვს ეს. მოიცა, თუ აღარ გაქვს, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცამ წაიღო. მაგრამ როგორ? ჩვენ ყველანი აქ ერთად ვიყავით. ის არა მხოლოდ ქურდია, ნამდვილი მანიაკი. სანამ ის დაბრუნდება, დახმარებისთვის უნდა გავიქცეთ. სწრაფად წავიდეთ. ერთი წამით, უბრალოდ წყალს დავლევ. ის აქ არის, ზუსტად კარებთან დგას. მოიცა, ის ხომ არ გველოდება? ტელეფონები არ გვაქვს. რა მოხდება თუ რამეში ეჭვი შეეპარა? კი, დანამდვილებით იცის. პანიკაში ნუ ჩავარდები. იქნებ მის წასვლას უნდა დაველოდოთ. და თუ არ წავა, აქ დავრჩებით? ის აქ სამუდამოდ ვერ გაჩერდება. კარგი, დაველოდოთ. ესენი დაკარგული ადამიანების ნამდვილი ნივთებია? მახსოვს ეს მაისური. ფოტოზე დავინახე დაკარგულ ბიჭს ეცვა. კარგი, თუ არაფერს გავაკეთებთ, შემდეგი ჩვენ ვიქნებით. აქედან უნდა წავიდეთ.
იქნებ სახლის ქვეშ გვირაბი გავთხაროთ? მოიცა, ნიჩაბიც კი არ გვაქვს. კარგი, მერე რა? ხელებით გავთხრით. არა, სხვა გეგმა გვჭირდება. დრონი, ჩვენ ხომ დრონი გვყავს? კი, კარგი, შეგვიძლია წერილი დავწეროთ და ვინმეს გავუგზავნოთ. დაწერე ამელკა, ჩვენი მეზობელი ხალხს იტაცებს. ჩვენი მეზობელი? ბავშვებო, ვიცი რომ მან ხართ, გააღეთ კარი, ის ხომ არ გვისმენს? დროულად უნდა გავაგზავნოთ. გააღეთ, თუ გავაღებთ, საქმე ცუდად ნუ გვექნება. დაუჯერებთ მას. ბავშვებო, გეუბნებით, არაფერი არ დაგიშავდებათ, უბრალოდ კარი გააღეთ. რა უნდა გავაკეთოთ? ო, აქ დაკავებულები ვართ. ჩვენ საშინაო დავალებას ვწერთ. კი, ხვალ ტესტს ვწერთ. კი, დავალება უნდა გავაკეთოთ და მოემზადოთ. ვიცი რომ ჩემს სახლში იყავი. მან იცის. მე სულელი არ ვარ. 5 წაიღე, არა? მოხუცი კაცი მომატყუეს აქ. მოდით უბრალოდ გარიგება დავდოთ. 5-ს დამიბრუნებთ და ხელს აღარ შეგიშლით. კარგი გაგებით, ის ბლეფობს? და თუ არა, თუ 5-ს გადმოვცემთ, არანაირი მტკიცებულება არ გვექნება. მაგრამ ჩვენ ცოცხლები რა დავშებით. მოხდება თუ მას 5-ს მივცემთ? ის მარტო არ დაგტოვებს. ჩვენ ზედმეტად ბევრი ვიცით. ვიმეორებ, მომეცით ჩემი ნივთები. კარგი, ჩვენ არაფერს ხსნით და არაფერს ვაძლევთ. მაშინ მოემზადეთ, ის უბრალოდ არ წავა. ძულს ლოდინი. კარგი, თუ არ წახვალ, პოლიციას გამოვიძახებთ. მართლა? რისი უნდა მეშინოდეს? ტელეფონები არ გაქვთ? მართალია, ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს. კომპიუტერი, შეგვიძლია შეტყობინების გაგზავნა. მართალია, კაბინეტში. ჯანდაბა, ინტერნეტი არ არის. მან გამორთო. კი, იმ წყეულმა მოხუცმა მალთულები გადაჭრა. აშკარად იცის, რასაც აკეთებს. უკანასკნელს შანსს გაძლევთ. 5 მომეცით და არ დაშავდებით. თუ არ დააბრუნებთ, საკუთარ თავს დააბრალეთ. არჩევანი თქვენზეა. კარგი, ჩვენ არაფერს არ მოგცემთ. ნუ გვიყენებ აქ პირობებს. თქვენ გააკეთეთ თქვენი არჩევანი. წავიდა? ამჯერა, კარგი, 5 უნდა დავმალოთ. სად ვაპირებთ მის დამალვას? იქ, გონია რომ იქ ვერ იპოვის? იმედია საერთოდ არ შემოიპარება ჩვენ სახლში. კარგი. ის დაბრუნდა. იჩქარე, დამალე 5. სახლში შემოვიდა იგი, მაგრამ როგორ? სწრაფები ხართ ბავშვებო, სად არის 5? არ ვიცი რაზე ლაპარაკობ. გინდა თამაში? კარგი. აქ სათამაშო ვიპოვე. ო, არა, კარგი, 5-ს არ მოგცემ. ეს არასწორი პასუხია. ის ნამდვილად გიჟია. და ახლა რა? ვერ დაიმალებით. ხაფანგში ხართ. ჩვენ გეგმა გვჭირდება. შემიძლია ფანჯრიდან გავიდე და ვინმეს დაუძახო და დასახმარებლად. თუ ის შეამჩნევს, ლაპარაკით ყურადღებას გადაუტანთ. კარგი, 5 გინდა? რატომ არ გვეუბნები ვინ ხარ? ზედმეტად ცნობის მოყვარეები ხართ ბავშვებო. მოიცა, რა გაუკეთე იმ ხალხს? მოდი, მიპასუხე, რატომ ინახავ მათ ნივთებს? რას ფიქრობთ? კოლექციონერი ხარ? ან ეს იმის მტკიცებულებაა, რომ იმალები? არა, ის წავიდა. ლეო! გაიქეცი, მიყვარს, როდესაც მსხვერპლის წინააღმდეგობას მიწევს. გამიშვი. არა, თამაში ახლახან დაიწყო. გიჟი ხარ. არა, გამიშვი. გოგოებო, გამოდით გარეთ, ჩვენ გასვლა უნდა გავაკეთოთ. რა უნდა გავაკეთო? არ ვიცი, უბრალოდ 5-ის მიცემა არ შეგვიძლია. ნუ მოტყუდებით, არაფერი არ მისცეთ მას. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველანი განწირულები ვართ. ჯიუტი ხარ, ბიჭო, ჯობია გაჩუმდე. თუ 5-ს არ დავაბრუნებთ, მაშინ ლეო, ვიცი, ის გიჟია. მე წავალ. რა?
კარგი, მაგრამ ლეო აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ. ამილკა, აქ დარჩი. მე ვეცდები რამე მოვიფიქრო და შენც დაფიქრდი. და როგორც იქნა, ჩვენ მოლაპარაკებას გავმართავთ. კარგი, გიჟი ხარ. ჯობია ენას უკბინო, ბიჭო. რაღაცნაირი თოკი. ჭიქები. შურდული. კარგი, სულ მცირე რაღაც სასარგებლო, უბრალოდ ნაგავია. მისმინე, 5 გინდა? კარგი, მაგრამ სანაცვლოდ რაღაც გვინდა. ასეა? და რა გინდა? ჩვენი ტელეფონები და კამერები. სულელი გგონი ვარ? არა გოგო, ეს გარიგება კი არა, ხაფანგია. კარგი, მაშინ ყუთს ვერ მიიღებ. გონია თუ ყუთის ადგილს არ მეტყვი, უბრალოდ წავალ ასე? არა, ნუ შეეხები მას, გიჟო, მაინც არსად წავალ. რადგან აქამდე მოვედით, მოდით უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი. იცით ბავშვებო, ვიღაცას მახსენებთ. ჩემს თავს, დიდი ხნის წინ. ჩვენ არასდროს ვიქნებით ერთნაირები. ცნობის მოყარე ვიყავი, ჩემი საქმე არ მადარდებდა, მაგრამ იცით სადმე მიყვანა ჩემად ცნობის მოყარეობა? არა მგონია ეს ცნობის მოყარეობა იყოს. უბრალოდ გიჟი ხარ. მე სხვა ადამიანების საიდუმლოებები ამოხსენი, ისევე როგორც თქვენ ახლა. მე უნდა გავხდარიყავი ის, ვინც ვარ, ტიპური კინომანიაკი ვით ლაპარაკობ, მანიაკი, მაგრამ იცით რატომ არიან მანიაკები ასეთი ძნელი და საჭერი? სწორედ ეს მჭირდება. თუ ეს იმუშავებს, მაშინ ჩვენ გადავრჩევით. იცით ბავშვებო, მე მონსტრი გგონი ვართ. ერთხელ უფროსი ძმა მყავდა. ის ჩემი გმირი იყო, მაგრამ ერთ წამს ის გაქრა. ჩვენ რა შუაში ვარ? ჩვენ სხვა ქალაქში ცხოვრობდით, ტყის მახლობლად. დედამ თქვა რომ გაიქცა, მაგრამ ვიცოდი რომ მას წასვლა არ შეეძლო. მაგარია, მაგრამ ეს არ ამართლებს იმას, რასაც აკეთებ. და მრავალი წლის შემდეგ მე ვიპოვე პასუხი, ისეთი ყუთი ვიპოვე, როგორიც თქვენ იპოვეთ. კი, იმ ყუთში მისი ნივთები იყო. შემდეგ ყველაფერი გავიგე. 20 წლის შემდეგ გავიგე, რომ ცოცხალი იყო. ის ნაცნობი კაცის სარდაფში იყო გამომწვეული, ჩემი მასწავლებლის. რა? საშინელება. და იცით რა გავაკეთე? პოლიცია გამოიძახე? მე ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა. შეცდომა გამოვასწორე და ახლა გადაწყვიტე, რომ ამის გაკეთება სხვებთან ერთად შეგიძლია? თქვენ არ გესმით. ხო, თუ ვინმემ გაიგო, დაგვეხმარეთ. ვინ ლაპარაკობს? რა მოხდა აქ? დამეხმარეთ. მეზობელმა მძელვა დაგვიყვანა. ის გვემუქრება. დარჩით კონტაქტზე, უკვე ვგზავნით რაზმს. ვერ გაიგებ, თქვენ არ გესმით. მე თქვენ ვერ გაგიშვებთ. ზედმეტად ბევრი იცით. არა, შეგიძლია გაჩერდე. თუ ჩვენ რამე დაგვემართება, შენ ყუთს ვერ ნახავ. დრო მაქვს, ყუთს ვიპოვი. ის აუცილებლად სადმე სახლშია და თქვენ გაქრებით. რა? როგორც ჩანს, დიდი დრო არ გაქვს. ეს ბავშვები. პოლიციამ მისი სახლი გაჩხრიკა. რა აღმოაჩინეს მათ? საშიში რაღაცეები, მაგრამ ის იქ არ იყო. გაიქცა თუ არა? და ახლა ვინ იცის სად არის? ფრთხილად უნდა ვიყოთ. ის შეიძლება დაბრუნდეს. კარგი. ბავშვებო, უცნობებთან ფრთხილად იყავით. როგორც ყოველთვის, ველოდებით თქვენს ლაიქებს და კომენტარებს. გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარის ხილაკს. წინ ბევრი საინტერესო ვიდეო გველოდებათ. ნახვამდის ყველას!